სოფო, მას შემდეგ რაც ფორმულამ ღიად მიაწოდა მაყურებელს ინფორმაცია საპატიმროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ელისო კილაძემაც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი, სადაც დაწერა, რომ ქსნის საპატიმროში გარდაიცვალა COVID-19 პაციენტი, რასაც სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი მალავდა. მოგვიანებით ამ ინფორმაციას უკვე ოფიციალური განცხადება მოყვა სასჯელ აღსრულების სამინისტროდან, სადაც წერია, რომ ინფორმაცია, რომელიც ელისო კილაძემ გაავრცელა, არის სიცრუე, თუმცა ჩვენ ვცადეთ ბუნებრივია და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვეძებდით ოჯახის წევრებს გარდაცვლილი პაციენტის და ჩვენ მივაგენით, დავურეკეთ მათ და სატელეფონო საუბარში მისმა შვილმა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და დაგვიდასტურა, რომ ეს ადამიანი ნამდვილად გარდაიცვალა ქსნის საპატიმროში, ნამდვილად ჰქონდა COVID ინფექცია. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ეს ადამიანი გარდაიცვალა ახალი წლის დღეებში და 1 იანვარს ის უკვე გადაასვენეს ოჯახში და როგორც უფლებადამცველი ამბობს, ამ ადამიანს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, დაგვიანებით გაუკეთდა ტესტირება, ჩაუტარდა არასათანადო მკურნალობა, რასაც უკვე მოყვა ლეტალური შედეგი. თქვენი მამა არის გარდაცვლილი, როგორც ვიცით, COVID-ით ციხეში, ხომ? დიახ, შემოგარგუნა. ქსანში გარდაიცვალა, ქსანში იყო თქვენი მამა? დიახ. მაგრამ დადასტურებით იცით, რომ COVID-ით გარდაიცვალა, ხო? დიახ. გვიგვაშირდებიან პატიმრები მე-17 დაწესებულებები გვეუბნებიან, რომ ანუ ყნოს არა გვაქვს, მადა არა გვაქვს, ანუ სიცხეები გვაქვს და პასუხი სამედიცინო პერსონალის ყველაფერზე არის ის, რომ აგერ კოდრექსი, აგერ ანალგინი, დალია და ყველაფერი კარგად იქნება. იგივე მდგომარეობა არის ქსნის დაწესებულებაში, იმიტომ რომ იქ რო ჩვენი ინფორმაციით 200-მდე პატიმარი არის COVID ინფიცირებული, გლდანის მერვე დაწესებულებაში ეკორპუსი არის სრულიად გადაქცეული საკარანტინო ზონაც არის დაახლოებით 800-მდე ჯავდებული ინფიცირებული. მას შემდეგ რაც ფორმულამ გაასაჯაროვა ინფორმაცია სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში იმასთან დაკავშირებით, რომ COVID ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული, ჩვენ გვიკავშირდებიან პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებიც დეტალურ ინფორმაციას გვიყვებიან იქ არსებულ ვითარებაზე, რომელიც აქვთ მათ თავად მსჯავრდებულებისგან და ისინი ამბობენ, რომ აცხადებენ, რომ პატიმრებს არ ექცევა სათანადო ყურადღება, მაგალითად რუსთავის ნომერ მე-17 დაწესებულებაში არიან ადამიანები, რომლებიც არიან რისკ ჯგუფის პაციენტები. ერთ-ერთი ესეთი მამაკაც აქვს ასთმა, რომელიც ციხეში ასევე მუშაობს ეგრეთ წოდებულ მაღაზიაში და კონტაქტი ჰქონდა უამრავ ადამიანთან. ნომერ მე-17 დაწესებულებაში არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული. იქ ვირუსი აღენიშნებათ არა მხოლოდ მსჯავრდებულებს, არამედ პერსონალსაც და ეს ინფორმაცია დადასტურებით იციან ოჯახის წევრებმა სწორედ მსჯავრდებულებისგან და ასევე ციხეში მომუშავე პერსონალისგან და როგორც მსჯავრდებულების ოჯახის წევრები და ნათესავები გვიყვებიან ინტერვიუში, ისინი ამბობენ, რომ პატიმრებს არ ექცევათ არანაირი სათანადო ყურადღება, არ მიმდინარეობს ტესტირება. საკმაოდ ბევრი პატიმარია, რომლებსაც აღენიშნება COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აქვთ ცხელება, ყნოსვის და სუნთქვის ყნოსვის დაკარგვა და თუმცა მათ არ უტარდება ტესტირება, ისინი არ არიან გადაყვანილები არც საპატიმროების სამკურნალო დაწესებულებებში, რჩებიან საკნებში და ერთმანეთთან აქვთ შემხებლობა. სწორედ ამის გამო ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ მისცენ საშუალება პატიმრებს, რომ რამენაირად მათ მიაწოდონ ან წამლები მიაწოდონ და მიაწოდონ წამლები ან რამენაირად ფორმით შეუშვან იქ ექიმები იმისთვის, რომ მათ აღმოუჩინოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მეტოახმურების ქვეშ არის ექიმების იღებს აეროზოლს, რომელიც მის გარეშე არ შეუძლია სუნთქვა, ფილტრები აქვს ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არაერთი რენტგენია გადაღებული და არაერთი ფორმა ასი გვაქვს, რომელიც ადასტურებს, რომ ძალიან მძიმე ხარისხის ასთმა აქვს და ამის მიუხედავად იქ მუშაობს კიდევაც. ეხლაც დღესდღეობითაც მუშაობს, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. მარტო პარაცეტამოლს იღებს და სიცხის დროს ეგ იყო და ეხლა დაუნიშნეს ნერსებით, ისიც არ იციან, აი რაიმით დაუნიშნეს. შევეკითხე მე რომ რა ხდება, მეთქი მითხარი, მეთქი ჟურნალისტებს მოვიყვანა ესე და ესე მიპასუხა, რომ არაფერი არ არის საჭირო, იმიტომ რომ დაჭკებშიდაც ვერ მიპოვნიო, ეგრე მითხრა. აი პრობლემები რატომ შეიძლება შეექმნას? სამთავრობას რას გაუგებთ? როდესაც პატიმრებს რამე ინფორმაცია გამოაქვთ იქ არსებული სიტუაციის შესახებ, მერე მათ პრობლემები ექმნებათ.
რა თქმა უნდა შეექმნება. ამჟამად გზაშია, მერვეშია, მოვიღო ქსანში, ქსნიდან გადმოიყვანეს. რაღაც ერთი თვეც არ იქნება. დიახ. ქსანში იყო კოვიდი, როგორც დავსვით, თანამშრომლებში იყო. პატიმრების არ ვიცხო, თანამშრომლებში იყო კოვიდი დაფიქსირებული. ახლა თუ პირველ იანვარსაც ერთ თანამშრომლებს აღმოაჩნდა იქ მომუშავეს, როცა ჩაკეტილი იყო იქ. თვითონ პატიმრებსაც ეშინიათ ამაზე ლაპარაკი. მათი რო გადავიღო არ შემიძლია, იმიტომ რომ მე ვიცი რომ რაღაც ცუდად იქნება იქ. პრობლემები შეუქმნიან. ანუ ვიცი რომ არ შეიძლება უფლება არ აქვს. არ მეუბნებოდა გუშინ გავიგე რა უკვე უთხარი ტელევიზორში იყო მეთქი და ვიცი მეთქიო ასევა რომ ეთიკურა ლოგინში არის ჩაწერილი. ახალწამდე დაიწყო მაღალი ტემპერატურა ქონდა. დიახ. და კონტრექსი თუ არ მოხსოვს რაღაც მეორე რომელიღაც ჩაისახმევენ და მეც არაფერს აბსოლუტურად. ტესტი თუ გაუკეთეს კოვიდზე? არა და ანუ მეც ეგ მოინტერესებს რომ როცა დაუფიქსირდათ აი სიცხეს სატონშებენ ან გარეთ არც დაინტერესებულა რომ ტესტი გაიკეთებინა. საშელასრულების დაწესებულებებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს ადვოკატი ლექსო კობაიძეც, რომელიც გვიყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 62 წლის კაციც ასევე ინფიცირებულია COVID-19-ით, მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა იმის გამო, რომ მას არ აღმოუჩინეს სადანადო დროული დახმარება, ის გადაყვანილი არის კლინიკა ვივამედში. 62 წლის კაცი ამ დროისთვის არის მისი ადვოკატის ინფორმაციით უმძიმეს მდგომარეობაში და სწორედ იმის გამო რომ საშელასრულების დეპარტამენტმა თავი აირიდოს პასუხისმგებლობისგან ლექსო კობაიძე ამბობს რომ გუშინ პროკურატურამ ამ მშავდებულს ბრალი მოუხსნა და ციხის ბადრაკით კლინიკიდან გასულია. როგორც კლინიკაში ამბობენ, ეს ინფორმაცია არც დაგვიდასტურეს და არც უარყოს საბოლოო ჯამში. გუშინ როგორც ვიზით ეს პატიმარი გაათავისუფლეს და აქ იყვნენ ბადრაგები როგორც ვიზით დაწავიდნენ თუ არა ბადრაგები ეგ მაინც როგორც გაათავისუფლეს ეს პატიმარი არიან თუ არა ისე პატიმარი ზოგადად როდესაც თავისუფლდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაბამისად მას უგზელდება მკურნალობა რა თქმა უნდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შესაბამისად. არ მეგეკითხებით ბადრაგები თუ წავიდნენ ამ აქ იმყოფებიან. მე ვერ გეტყვი ბადრაგები სამსახურთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს, წავიდნენ არ წავიდნენ, შესაბამისად ვინაიდან ეს ადამიანს უკვე მოხსნილი აქვს პატიმრის სტატუსი და იმყოფება როგორც ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე და სარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით, ალბათ ბადრაგების საჭიროება არ იქნება. 20 დღეში აღმოაჩნდა რომ თურმე კორონავირუსი აქვს და ეგრევე გადაიყვანეს ვივამედის კლინიკაში. დაახლოებით ერთი თვე ეს ადამიანი იქ იმყოფებოდა. რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუარესდა და დღესდღეობით ფაქტობრივად კაცი მკვდარია. და გუშინ რომ ეს პრობლემა არ დაბრალებოდა პენსიურ სამსახურს, პროკურატურამ ესეთი რამე მოიფიქრა, რომ თვითონ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით შეცვლა მოითხოვა და ამ შეცვლის საფუძველზე ფაქტობრივად კაცი გაათავისუფლეს. კაცი გაათავისუფლეს, მაგრამ ვერ გამოდის ციხიდან. COVID-19 ასევე ფართოდ არის გავრცელებული ფორმულას ინფორმაციით ქალთა კოლონიაში. ჩვენ გუშინ ვესაუბრეთ რამდენიმე მსჯავრდებული ახლონათ საოცარ ოჯახის წევრებს, რომლებმაც დააგვიდასტურეს, რომ დაახლოებით 60-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა უკვე ქალთა კოლონიაში COVID-19. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მძიმესი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ამნისტია და ეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც გუშინ პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა, უნდა იყოს ნამდვილად ჰუმანური აქტი იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან რისკ ჯგუფის პაციენტები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ საპრობილედან იმისთვის, რომ მათ მიეცეთ შესაბამისი სამედიცინო ყურადღება. მადლობა.